დილამშვიდობის, როგორ ხართ, ჩემო სიხარულებო, მე ელიმტკივა, ცუდი ამბით მოვედი. გადამედო მაინც ელიმტკივა. აუგთმები რაღაცნაირ. არ მოვწონს, აი ნახეთ აი ესენი. თან იზრდება, იცით, აი? იზრდება და რავი, როდის გაიზრდება, რომ აქ გადავიწიო მე. ახლა სველი ხელი მოვიკიდე თან კიდე, ეცოთ. დაიჭირა მგონი. ძალიან დიდები კი არის ისინი, ზამთრისებია. არ მიყვარს გულებიც ხომ აქ ნაზები რაღაცები, მაგრამ ვერ დაიჭერს ის რა. სხვანაირია, ანუ და ვერ დაიჭერს და ამა დაიჭირა. არა და მე ისე მიყვარს გადაწეულით მაგოგოებო. რავი, არ შემიძლია ხოლმე გადაწეულით მის გარშე ძალიან მომენატრება ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ძირითადად ხო იცით, რომ ვიშლი, ვისწორებ და ვიშლი და ანუ გადაწეული ძალიან კარგია თუ როგორ არის იცით, აი ორი დღე გაშლილი ლამაზად დგას რა თმა ძალიან და მერე უკვე მესამე დღეს ისეთი ლამაზად აღარ არის, ჩემი თმაც ქიმიანია, მაგრამ არც მინდა რომ ეხა ყოველ დღე დაბანას მივაჩვიო და მესამე დღეს ძალიან კარგია უკვე რომ გადაიწიო ჩემ შემთხვევაში. აი რომ გადავიწიო ხოლმე უკვე კარგია, იმიტომ რომ როცა იწე ვის არის რა ქვია, მაინც ლამაზია, ლამაზად დგა თმა გადაწეული. და დასაბანიც კი არ არის. დასაბანი არ არის მესამე დღეს, მაგრამ უკვე ცუდად დგას. და მეოთხე დღეს ძალიან საჭიროა უკვე რომ დავიბანო ხოლმე რა. იმ დღეს უკვე ორ დღეში ერთხელ ვიბანდი და რაღაც შევამჩნიე რომ თმა თითქოს გამოშრა. გამომიშრა თითქოს და დავანებე ისევ თავი. რაც უფრო გვიან დაიბან, რა თქმა უნდა, ეხლა თვეში ერთხელ არა. რაც უფრო გვიან დაიბან, აი კვირაში ერთხელ რომ დაიბანო ძალიან კარგია, თუ გიძლებს. მე ვაბრალებ ხოლმე ხანდახან შამპუნებს, რომ თუ შენი ტიპის თმის შამპუს ყიდულობ და ის ყოველ დღე ფაქტიურად დასაბანი გაქვს, ესე იგი ძალიან ცუდი შამპუნია და უხარისხო შამპუნები შემოდის. შენი ტიპის შამპონმა, თმის შამპონმა უნდა გაგიძლოს 5-6 დღე მაინც წესით. ცხიმიანი რო აწერია შამპუნს, ცხიმიანი თმისა. და მეორე დღეს რო დასაბანი გაქვს, ეს ხო არ ვარხა რა, ძალიან ცუდია ესე იგი და მაგიტო. ზოგი ხო საერთოდ ისა რა ქვია, იმ დღეს სუფთა სახლში ვიყიდე და მივეცი სოფეში დავტოვე რაც წამომიგია. მივეცი ისა რა ქვია, ძვერი, რავი 200 გრამიანში გონ 15 ლარი მივეცი და დედა რა გამიკეთა გოგოებო. თან იმიტომ ვიყიდე ვითომ ჩემ ჭკუაში რომ სულფატების გარეშეა. დამიწვა კანი. ქეტლი გამიჩინა. თავი მეფხანებოდა. რავი, ალერგია მომცაა თუ რა არის არ ვიცი, რა იყო ეგ. გადავაგდე ორჯერ დავბანი, გადავაგდე. იქიდეებს, მაგრამ დედა ჩემიც არ იყენებს, ფაქტიურად გადაგდებაა, მაგრამ ხო, ესეთი ამბები. როგორ მიყვარს ჩემი არხი, როგორ მიყვარხარ ჩემი საქმე და რა რთულია ჩემი საქმე გოგოებო თან იცით. რა რთულია ჩემი საქმე და ყოველ დღე ვრწმუნდები ამაში, რომ ისა რა ქვია, თუ ძალიან არ გიყვარს ამას ვერ გააკეთებ რა. ძალიან უნდა გიყვარდეს და მე ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი. გუშინ ჩემ თავს რაღაცნაირად ვეუბნებოდი, რომ ჟანა, შენზე რას ფიქრობენ სხვები, ამას ძალიან ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება რაღაცნაირად და გაინტერესდეს, რა თქმა უნდა, ის მახსენდება ხოლმე იესომ რო კითხა თავის მოწაფეებს, რა სამობენო ჩემზე ვინ არისო. ყველას დააინტერესდება რაღაც მომენტში, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივცეთ ამას ჩვენ. იცით რატო? თუ ვიღაცა შენზე ცუდს ფიქრობს, ეს მისი ემოცია არის. შენ ამას ვერ გგრძნობ. თუ ფიქრობს ვინმე რაღაცა იბოღმება და სკდება გულზე, ხო? აი შეიძლება ვიღაცა მართლა გასკდეს გულზე, არ ვიცი რა, აი ძალიან ის არის ეს, აი შენ ვერ აკონტროლებ მაგას, მაგ რაღაცას რა. თუ ისე მაგრა შულს შენი, შეიძლება გულზე სკდება და ეხლა ეგ შენი ბრალი არ არის, საერთოდ არ არის ეგ შენი ბრალი.
შენ მთავარია აი რაღაცნაირად ისწავლო რომ ყურადღება არ მიექციო ამ ყველაფერს რა და ამაზე შენ თავთან იმუშაო. ადამიანები ვარ შეიძლება რაღაც მომენტში კი იმოქმედებდეს, მაგრამ მე ჩემი საქმე ძალიან მზრდის, ძალიან. მე პასუხისმგებელი იმაზე ვარ, ჩემ გულში რა ხდება, სხვის გულში კი არა. სხვის გულში რა ხდება? მაგას ღმერთი გაარჩევს ყველას. ვის გულში რა ხდება და ჩვენ მაგაზე უნდა ვიფიქროთ. მაგაზე ვართ ის, რა ქვია, ისედაც ეს პერიოდი იმიტომ გვაქვს მოცემული ზუსტად რომ გამოცდა არის ჩვენთვის. აბა რა, ღმერთის გარეშე რომ ის მოვინდომეთ ცხოვრება და ვნახოთ ერთი როგორი ცხოვრებთო, გვითხრა ღმერთმა ასე ვთქვათ, ვერ ცხოვრობთ, ხო? რაღაცნაირად ისე სრულფასოვნად ვერ ცხოვრობთ და ვიღაცა თუ სრულფასოვან ცხოვრებას დაიწყებს, ხო, დანარჩენები ვიღაცეების კდებიან გულზე, აი ეს არის ზუსტად. ვიღაცა რომ სრულფასოვან ცხოვრებას დაიწყებს, შენ თუ ძალიან ცუდად ხარ ამაზე და გული გისკდება, შენი ადგილი არ არის ღმერთთან. მართლა. არ არის. შენ ეცადე რომ შენც დაიწყო სრულფასოვანი ცხოვრება. ყველანაირად ეცადე. მე ყოველდღე ვმუშაობ ჩემ თავზე, მივდივარ წინ, სულ წინ. ინგლისურში ჩემ თავს ვეყარავ, ცნობ. ისეთი რაღაცეები ჩაჯდა უკვე გონებაში. და საღამოთი ცოტა ამათესთანაც მეცადინებ, რომ ბავშვები ძალიან ხეს მიწყობენ, რა არ ვთქვა. ძალიან კაია ეს, რომ ბავშვები ხეს მიწყობენ. რაღაცა თუ დამავიწყდება, მათე როგორ არის უცბად მიპასუხებს ეპირატიცის, აბა ყველა სიტყვა როგორ გამოითქმის. შეიძლება ხარ მე ვერ გამოთქვა სწორედ, მაგრამ ზუსტად იცის როგორ გამოითქმის ყველა სიტყვა და ძალიან მეხმარება რა. ისეთ აზარტშია ხოლმე თვითონაც დედა რომ რაღაცა სწავლობს და თვითონაც ისე უხარია რომ რა ვიცი და მე ყოველდღე წინ მივდივარ, გოგოებო, ყოველდღე ეხლა გიამ აიღო, თქვა თუ არა არ ვიცი, ძალიან მიხარია. არ ვიცი თქვა თუ. ვიღაცებს გაუხარდებათ, ვიღაცებს არ გაუხარდებათ, რა ვქნა ეხლა მე? რა ვქნა? თქვენი ემოციები თქვენ თვითონ უნდა აკონტროლოთ, თქვენ თვითონ ხდებით ცუდად. მე რა, შეიძლება მოვისმინო რაღაცა, მაგრამ ძალიან გავიზარდე რა, ერთი სიტყვით. შეიძლება გავიგო, ვირას ფიქრობთ ჩემს, მაგრამ ძალიან გავიზარდე, დიდად აღარ მოქმედებს. დიდად აღარ მოქმედებს, არ ვიცი, აი ისე მიხარია რაღაცას ვის ვიტევ, მაგრამ ნუ ჯობია ჯერ არ თქვა. ჯერ არ თქვა, ჯობია. სად არის ჩემი ყავის მოსადუღებელი? ძალიან მიხარია. ძალიან. ეს რაღაცა რომ მიხარია ძალიან ხარი და რო თქვა, მაგრამ ჯობია რომ მოითმინო ამ შემთხვევაში. მაშინ დამიწერეს მანაო ვიცი რომ გინდაო სიარული იმაზე რომ ქვია ვარჯიშზეო და ძალიან ცივაო, ცოტა ხო არ მოითმენდიო, ერთი კვირაო. არ ვიცი რა ვფიქრობ გოგოებო, ერთი კვირა მოითმინე ამინდები გამოდისო და მათაც გამოკეთდებაო და რავი, შეიძლება, მაგრამ რომს გადავიდე ხო ეხლა. ნიკა ხო სახშია და 15 წუთი ნიკას დავუტოვო და თავიდან ნიკა მითხრა რა მეუბნება ეხლა როგორ უნდა დავიწყო ვარჯიში, თავიდან ძალიან დიდი ხანი ვერ ვივარჯიშებ, 15-20 წუთი და ნენელა უნდა გავზარდო და თან ტრენერი არის ჩემი. ფაქტიურად მეუბნება რა როგორ რანაირად უნდა გავაკეთო რა და თავიდან ნუ 20 წუთი 9 საათზე მეტი არა. მე ნენელა შემიძლია გავზარდო დრო და რომც გადავიდე ხა ქვიანი. მაგრამ რა ვიცი. შევას მოგცემო და დიდი მადლობა შენ. აი ეს
ესეთი ამბები. მადლობა მზეს ანათებს. ჩვენ ყველანი ვართ სინათლის შვილები. მე ძალიან ვაფასებ ამას. სინათლეს ვეფერები, მზეს ვეფერები. ვადიდებ ღმერთს ამ ყველაფრისთვის ყოველ დღე. იმიტომაც არის, რომ ვარ კარგად შინაგანად. ძალიან კარგად ვარ და ჯერ სადარი ვიზრდები. ნახეთ როგორ ნამცხვარი გამოვაცხედა. ესე იგი, მადარჩი ვიყიდო ამ ხელა ნამცხვარი. გუშინ გადავიანგარში 40 ლარისა არის. 40 ლარისა. და მე დამიჭდა 20 ლარამდე, ან 18-მდე, იმიტომ რომ პრეზიდენტის კარაქით გავაკეთე. მაგრამ ორმაგი ღირსი იქ როგორებო, ორმაგი მესმის რომ ისინიც კარაქზე მუშაობენ, მაგრამ ძალიან ძვირია რა, ჩემი აზრით, ძალიან ძვირია მადარჩი ნამცხვარი, გონი რომ 4-ზე მაღლა აწიეს და დოლჩეს ნამცხვრები მე მგონი ცოტა იაფი არის, მაგრამ კარაქით თუ არ ვიცი. მადარკისა კარაქით არის ერთგლის ვიყიდეთ. რა ქვია? ეკლერი და სულ კარაქის გემოქონდა. კარაქის გემოქონდა ეგრევე რა მიხვდებოდი რომ კარაქით არის. ესე გავისუფთავოთ გულები. ვიღაცა რო წინ მიდის, ეგ არ შეგხვდეს, თორე შენც ხო გინდა რომ წახვიდე წინ. და როგორ წახვიდე? ვერ წახვიდე. თუ შეგშვდება სხვისი, შენ წინ ვერ წახვიდე. ეგ ეგრე არის. დედიკოსი ვინ არის ბიჭი? საკდავდეთ გარჩევამდე. ამათ ენდომერთ ახლა. ნამცხვარი. ესისხა. წვენი. მაინც გადამდეს ვირუსი. მაინც ელიმტკივა. სულად არ ვარ ახლა, რო თქვა რომ ძალიან ცუდად ვარ და რაღაცა არა, მაგრამ ელიმტკივა. ძალიან გემრიელია. ძალიან თავიდან რომ დავიწყე ინგლისურის სწავლა ცოტა გამიჭირდა სავით რაღაცეები და თითქოს ვერ იმახსოვრებ. ორჯერ სამჯერ რომ მოვუსმენ ერთი და იგივე ვიდეოს ვსიო, უკვე ვიცი ხოლმე. და მიხარია ძალიან. ინგლისურ ენაზე ძალიან დიდი ინფორმაცია დევს ინტერნეტში, გოგოებო, სასარგებლო. და ძალიან მინდა რომ ვისწავლო კარგად. ძალიან. თავიდან ესე იგი დიდი დრო ვერ მაშვებოდი, თითქოს ვიღლებოდი, ცოტა ხანი ვუსმენდი ხოლმე 15 წუთი. ეხლა ნელ-ნელა გავზარდე. ვისაც გიხარიათ ჩემი წინსვლა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც ჩემ გვერდით ხართ.
ვისაც არა და ეს თქვენი ემოციაა. და ეს ემოცია თქვენ თვითონვე დაზიანებთ. ცუდი ემოცია. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება. გულები გაისუფთავეთო. ბიბლიაში წერია, ესე იგი შესაძლებელია, რომ გულები გაისუფთავოს ადამიანმა. ადამიანებმა გულები რო გაისუფთავონ, შესაძლებელია, თორე არ ჩაიწერებოდა. და გაისუფთავოთ გულები. სანამ დადგებოდეს ის ჟამი, რომელიც მოდის. არ ვიცი, რანაირად არიან ხოლმე ესეთი. არ ვიცი, გოგო, არ ვიცი, ეგ რავი რას ნიშნავს. რატომ უნდა შეგშურდეს სხვისი? ვერ ვიგებ, უბრალოდ. ადამიანს რო უჭის და ვიღაცა როგორც დაუდგება შენ ეგ როგორ უნდა შეგშურდეს. ჩემამდე სიმღერას დიას ცნობები მოერია ერთ-ერთ ვიდეოზე. რაღაცას უყურებ და ვიღაცას არ მინდა დაკონკრეტება, რაღაცა აჩუქა. ქართველები არიან. და მეთქი რა მოგივიდე და ამას უყურებო და ნახეო. საერთოდ არ უყურებს ხომ იგი რა ისეთ რაღაცებს. სულ სხვა რაღაცა ინტერესები აქვს, უფრო ცხოველებს უყურებს ხოლმე, უფრო ხან მანქანებს უყურებს ხოლმე და ალბათ რავი დააინტერესდა და ცრემლები მოერია როგორ გვიჭირსო ჟანაო, როგორ გვიჭირს, აი ცუდად ვარ ამათ ადამიანს ის სიმაგრა გაეხარდა, მათ ეს როგორც გაეხარდა ტელეფონი ხო გახსოვთ, ბევრმა მითხრა რომ ცრემლები მოგვერია, ეგრე მოერია გიას ცრემლები. როგორ გვიჭირსო და მეუთხარი გია ზოგს მეთქი, შურს მეთქი. აი ზუსტად მეთქი რა. შენ რო ცრემლები მოგერია ზოგს შურს მეთქი და კონცეპტური მიყურებ და რაღაცნაირად რას ამბობო. ამერთო როგორ უნდა შემშურდესო. რო წარმომიდგენიაო. ტიროდა. როგორ არიან ესეთები მე არ ვიცი. როგორ შურთ ადამიანისა. ესეც ძალიან რომ მე რანცხავენ უკვე და მაგრამ ეს არ არის ჩვენი პრობლემა. რო გადავხედო ბლოგერებს, რო გადავხედო საქართველოში რა. ხო ყველა ვიცით, ახლა შეიძლება არ ვუყურებ მე და არც მცალია და რაღაცა ყველას, მაგრამ და შეიძლება უბრალოდ შემხვდეს ხოლმე და შევიდე გადავხედო. იმასანაც შევიდე გადავხედო. ყველანი არიან ძალიან კარგები გოგოებო. კარგები ხართ ძალიან ყველანი. ყველანი ცდილობთ, რომ განვითარდეთ, წინიაროთ. ძალიან რთული საქმეა ჩვენი საქმე. სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვართ ძალიან კარგები და
და ძალიან რთული საქმე გვაქვს თან. ყველა განურჩეულად ვამბობ. ხო, და ერთადერთი ეგ არის ჩემს სულელების ვეშინე ჩავწერო ეგ, რომ YouTube-მა ხელფასი იმ დონეზე აგვიწიოს, რომ მართლა რასაც ვაკეთებთ, უთულეს საქმეს ვაკეთებთ რა. უთულეს, ნახეთ, როგორ დააქვთ აქეთ თენები. რასაც ვაკეთებთ, დაგვიფასდეს ეს ყველაფერი და შევძლოთ მართლა სრულფასოვანი ცხოვრება. იმიტომაც არის, რომ ყველას ყავს 95% კარგი მაყურებელი. თბილები და ტკბილები. იმიტომ რომ კარგები ვართ ყველა ჩვენ. იმ 1%-ს 99-იც არა. სრულფასოვან ცხოვრებას რო დავიწყებთ ჩვენ და შეიძლება YouTube-ის გარეშეც რაღაცეები გავაკეთოთ, რაღაცეები წამოვიწყოთ, YouTube-ის ხელფასთან ერთად კიდე სხვა რაღაცეების გავაკეთოთ, ვეცადოთ რომ გავაკეთოთ და დავიწყოთ სრულფასოვანი ცხოვრება, რას გულისხმობ. წავიდეთ, დავისვენოთ ხომები, მოგზაუროთ, გვეკუთვნის ჩვენ ეს. ყველას გვეკუთვნის ჩვენ ეს და მე ახლა ვიღაცებს თუ გული ნერვიულობით აუფორია ხდებათ. ეგ ჩვენი ის არ არის პრობლემა. ეგ არ არის ჩვენი პრობლემა. ყველას გისურვებთ წარმატებას. ძალიან ახლები არ ვიცი, ახლა ახლები ცემატებია. გამისი წარგები იქნებიან, ვინც ახლები არიან და ვინც მოდიან ამ საქმეში. ვირას ფიქრობ შენზე აღინებიულო. იარე ძვირი. ძალიან ველატავია. წავედი ახლა. წავედი და სოდიენსაც გავიკეთებ ცოტა ხანში გამოვივლებ. ელი მაგ და წითლებული. მაგარი გემრიელი ნამსხვრია გოგოებო ხო ატვირება გამარცხეთ. ვისაც გინდათ რა ვიცი. ძალიან გემრიელია. ვიდი რა ხო ის პრეზიდენტის დარაგი. 3 ლარი მივეცის გუშონში. კრემი ჯდება ცოტა ძვირი. და იქით ფენებში. ხო თაფლიც ვიყიდე. მაგრამ თაფლი ხომ აქ ამდენი ნამსხური გამოვამბით უმეტმაც. მაგრამ ნუ არ მქონდა და ვიყიდე ახლა ეგეც ძვირი ის, მაგრამ მაგზახში. ძალიან კოლზი უნდა სულ. იქით გამოდის ერთი ვიცი რაც არ გამოდის რა. ქიდმეტი არის. და ზოგადად. წავედი. გაკო.